გენდერული დეზინფორმაცია წლებია საზოგადოებას უნერგავს ასრს იმის შესახებ, რომ კაცი ქალზე ჭკვიანია, რომ კაცი უკეთესი პოლიტიკოსი და მმართველია, რომ კაცს უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგანაც ის ოჯახს არჩენს და ასე შემდეგ. მაშინ როცა ეკონომიკური ტვირთი მით უმეტეს საქართველოში ბოლო წლებში მაინც ხშირად ქალებზე მოდის. Პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცის უფრო ჭკვიანად წარმოჩენისას არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ აი კაცები უფრო მეტად ჩანან მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მმართველ თანამდებობებზე და ასე შემდეგ. თუმცა ასეთ დროს არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა ფერხებს, რა გარემოებები უშლის ხელს ქალებს განვითარებაში, მათ ეკონომიკურ წინსვლას და თუნდაც სამეცნიერო ან პოლიტიკურ კარიერას. Როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ? Ამ თემაზე დღეს ნათია სირაბიძე, მარკეტინგის სპეციალისტი და ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი მოვიწვიეთ სტუმრად. მოგესალმებით ნათია. ძალიან დიდი ძალისხმევა იდებოდა ამ წლების განმავლობაში იმაზე, რომ საზოგადოებას კაცის თანასწორად დაენახა ქალი და მისთვის არ განესაზღვრა თქვათ რაღაც ერთი კონკრეტული ვიწრო ჭრილი, ხო? მაგრამ აი დღევანდელ რეალობაში თითქოს ჩვენ თავიდან გვიწევს რაღაც იმ სტიგმებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლა, რასაც აი ამის საპირისპიროდ ვაკეთებდით თქვათ, ხო? რა არის ამის მიზეზი და რა შეგვიძლია რომ დავინახოთ ამ ყველაფრის უკან? მიზეზი თავი არის მაინც რელიგია, რომელზეც ადამიანები ფიქრობენ, რომ აი თუ კი ჩვენ ვარღვევთ იმ დოგმებს და შეხედულებებს, რაც რელიგიურად მოდის, ეს ეწინააღმდეგება ოჯახს და როგორც ახლა ამბობენ, ოჯახის სიწმინდეს. ანუ ის რელიგია, რაც გვეუბნება, ორივე დიდი რელიგია, რაც საქართველოში არის. ისინი გვეუბნებიან, რომ აი თუნდაც საკურთხეველთან, როდესაც მღვდელს უნდა ემტკიო ხელზე, პირველ რიგში მამაკაცები უნდა გაუშვათო და მერე რიგში ჩადგნენ ქალები. და ყველაფერში აი ფიქრობენ, რომ აი მამაკაცის გადასაწყვეტია და რაც არ უნდა ჩვენ სხვადასხვა კამპანიები ვაწარმოოთ, სანამ თუნდაც აი რელიგიიდანაც არ იქნება მოწოდება თუნდაც იმაზე, რომ თანაბარია, ხო, ქალის და მამაკაცის. და შვილებზე ერთნაირად ზრუნავენ, საზოგადოებას ერთნაირად ზრუნავენ და სხვათა შორის ქალები, განსაკუთრებით ქართველი ქალები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობით, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დაგვანახა და გამბედაობა იყო თუნდაც ის, რომ უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყვნენ, იქ ემუშავათ და ხოლო თავიანთი ოჯახები არა, მთელი საქართველო ერჩინათ. დღემდე საქართველოს არჩენენ ემიგრანტი ქალები, რომლებიც ასე ბრმად წავიდნენ სადღაც უცხო ქვეყანაში, შვილები ვერ ნახეს, შვილები ენატრებოდათ, ოჯახი ენატრებოდათ, მაგრამ მაინც გაბედეს წავიდნენ და არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს იქედან. და რატომღაც მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ცდილობენ, რომ აი მამაკაცი თითქოს ოჯახის თავია, ზოგადად თავი და კისერი, ну რატომ უნდა გამოარჩიოთ, რატომ უნდა შევადაროთ რამეს, ხო? ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები და რა თქმა უნდა ურთიერთპატივისცემა. მგონი ამ რელიგიური თემების манипуლირება ხდება ზოგადად. იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ, თქვათ, ძალიან ზედაპირული მსჯელობები მიდის მაგ რელიგიურ დონეზეც და აი ამის გამოყენება ხდება ბოროტად. რა თქმა უნდა და ზოგადად სხვათა შორის ალბათ ისიც არის, რომ რამდენი წელია ახლა თუნდაც ეს კამპანიები მიმდინარეობს, რომ ქალი არ არის მხოლოდ შვილის გაჩენისთვის დაბადებული, ხო? რა თქმა უნდა, შვილები მეც ყავს და ყველაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არის, როდესაც ყავს შვილი, მაგრამ სხვა ცხოვრებაც არსებობს და ვფიქრობ, რომ კითხვაც არასწორად დასმულია, როდესაც ვეკითხებ, თქვათ, რა არის უპირატესი, ჩვენ უნდა შევძლოთ ბალანსი დავიცვათ კარიერას, ოჯახს და თუნდაც პირად ცხოვრებას შორის. ანუ შევძლოთ, ვიყოთ ბედნიერები, ისე რომ ვიყოთ რეალიზებულებიც, გვყავდეს შვილებიც და ქვეყანასაც გამოვადგეთ, ანუ საზოგადოებრივი აქტივობებში ვიყოთ ჩართულები და ზოგადად ეს პერიოდი როგორც ჩანს არ არის ჯერ საკმარისი, ახლა რამდენი წელია 30 წელია ვთქვათ, გავთავისუფლდით, ხო? მაინც ის თაობები შემორჩენილია და ის თაობები კიდევ თავიანთ შვილებს, თავიანთ მოსწავლეებს მაინც ისევე მოძღვრავენ და მე თვითონ გაკვირვებული ვარ, როდესაც მწერენ ხოლმე, როდესაც ნიშნებზე ვსაუბრობ და ჩემ ბლოგზე წერენ, რომ
ბიჭებს უფრო კარგ ნიშნებს უწერენ. აი მაგაზე მინდოდა ნათია მესაუბრა სწორად, აი წლებია უკვე ხო რა, აი განათლების სისტემაში ხარ ჩართული აქტიურად და აი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აი რამდენ ხან შეიძლება ვთქვა გაგრძელდეს თუნდაც აი ეს, რომ მასწავლებელი ეუბნებოდეს მოსწავლეს, რომ ბიჭის ჭკუა მაინც უსხვაა, ხო, ეს ფრაზები ძალიან ხშირად ისმის დღემდე სკოლაში, რომ ბიჭები უკეთესად სწავლობენ მათემატიკას და ასე შემდეგ. აი ბევრი ამას მაგალითად მიიჩნევს უწყინარ ხუმრობად, მაგრამ სინამდვილეში არის კი ეს უწყინარი ხუმრობა? ეს რამდენად უწყობს ხელს, რომ აი ეს სტიგმები და სტერეოტიპები გამყარდეს, თქვათ და არა დასუსტდეს და დაინახოს ქალის, გოგონას რეალური შესაძლებლობები, ხო? სხვადასხვა სფეროში. ცოტა უფრო შორიდან დავიწყებთ, უწყინარი ხუმრობა და სტერეოტიპი იყო, ქართველები არიან ზარმაცები, მაგრამ ნიჭიერები. ანუ ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქართველს თავისი ნიჭი არ გამოეყენებინა და მართლაც გაზარმაცებული ყვან თითქოს რასაც აძახებ ადამიანს, იმას აკეთებს, რა სახელსაც შევიფერებთ, იმას ვაკეთებთ. ამიტომაც თუნდაც ეს რეპლიკები, რომ აი ბიჭის ტვინი მაინც სხვა არის და უფრო შეძლებს და სხვა ოჯახებშიც, როგორც მეუბნებიან, ასე ხდება. მე ბიჭიშვილი არ მყავს, მაგრამ ზოგადად როგორც მეუბნებიან, აი ბიჭი თითქოს გამორჩეულია და თუნდაც ალბათ ქონების გადაცემაზეც ადრე ასე იყო და აი ბიჭი თუ ყავს ოჯახს ის ითვლება რომ კარგია და ან ეს ყველაფერი თანდათან უნდა განეიტრალდეს და მეტად დაფასდნენ ქალები, მაგრამ ძალიან რთულია იმ საზოგადოებაში ამის გაკეთება, როდესაც ფემიციდი ხდება, როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ არის ქალი და გენდერული ნიშნით მკვლელობა დიახ. სოლიდარობას უცხადებენ მკვლელს და ამბობენ ალბათ ღირსი იყო. აი სანამ ასეთი ქალები იარსებებენ და სანამ ვერ გაიაზრებენ რომ ქალს მოკლავენ თუ მამაკაც მოკლავენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სანამ ისევ შენს ქეს და აი სოლიდარობას არ გამოუცხადებს შენ მსგავს ადამიანს, აი წარმოუდგენელია იმათ რაზე უნდა ელაპარაკო, რა განათლება უშველს. აი ეს სოლიდარობის განცდა რომ არ აქვს, იგივე ამ სტიგმების და სტერეოტიპული გავლენების გამო არ ხდება, რომ ჩააგონეს, რომ დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება ქალი იყოს დამნაშავე მაინცსა და მაინც და არა ვთქვათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ასეა? კი, ნამდვილად და სხვათა შორის ისევ ხარ ვიცი შეიძლება ჩამქოლან ამისთვის, მაგრამ ისევ რელიგიამდე მივდივართ. იმიტომ რომ განსაკუთრებით ან რელიგიურები, ან რელიგიას ამოფარებული ადამიანები ყოველთვის ადანაშაულებენ ქალს, მაგალითად, როდესაც თუნდაც ყველაზე არ არის ბუნებრივია საუბარი, მაგრამ მათი მოძღვრები ეუბნებიან, რომ არ ჩაიცვა ისე, რომ მამაკაცმა შეხედოს, ანუ ქალი უნდა გაუფრთხილდეს მამაკაცის ცდუნებებსაც. ანუ ყველაფერში დამნაშავე ქალია. ყველაფერში. თუმცა ეს ნელ-ნელა მე ვფიქრობ, მაინც იცვლება და ახალგაზრდები სულაც არ ფიქრობენ ასე და თანდათან ეს ხო, რატომ არ უნდა იყოს სკოლა, უნივერსიტეტი გენდერული დეზინფორმაციის გამტარი და რა შეიძლება გააკეთოს განათლების სისტემამ ამ კუთხით? ნუ გასაგებია რომ ჩვენ დღეს სხვა რეალობა გვაქვს, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რომელიც აანონსებს, რომ ის აპირებს მთლიანად გადაწეროს, ასე რომ ვთქვათ, შეცვალოს პროგრამები, სახელმძღვანელოები და ასე შემდეგ და საიმედოს ვერაფერს ხედავთ აქ, მაგრამ შეიძლება უფრო გაუარესდეს, ხო, ამ კუთხით მდგომარეობა, მაგრამ თქვენ როგორც აი ამ განათლების სფეროში ჩახედული ადამიანი და ვინც კარგად იცნობთ ამ სფეროს, რას ფიქრობთ მაინც, რომ რა არის დამოკიდებული დღეს იგივე სკოლაზე და უნივერსიტეტზე? მხოლოდ სკოლა, მხოლოდ უნივერსიტეტი ვერაფერს გახდება, თუ არ იქნება ალიანსი მშობლის, მასწავლებლის და ბავშვის. ხა სკოლაში მივიდეს ერთი ასწავლონ და ოჯახში სხვა დაინახოს, სკოლაში ასწავლონ რომ უნდა პატივისცე ნებისმიერ ადამიანს, ოჯახის წევრებს და სახლში მივიდეს და მამა, დედას აგინებდეს, ძალიან რთული იქნება ამის გადახაშვა და შეიძლება თვითონ ბავშვი იმდენად დეპრესიული გახდეს, ამაზე უფრო ფსიქოლოგები ისაუბრებენ ალბათ, მაგრამ
ბავშვი შეიძლება იმდენად დეპრესიული გახდეს, რომ აი საერთოდ უკვე შედეგი მივიღოთ. ამიტომაც გარკვეულწილად აი მშობლებთან ერთად თანამშრომლობა, მათთან ერთად ბავშვების აღზრდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სხვათა შორის ძალიან ცუდი არის ის ფაქტიც, რომ შვილის გაკვეთილების მეცადინეობაშიც აღარ იღებენ მონაწილეობას მშობლები. რატომ? და ხშირ შემთხვევაში პირველი კლასიდან მათ უშვებენ მოსამზადებელ ცენტრებში, მოსამზადებელი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, არ თქვა ის, რაზეც რა რეალობაც არის და რაც ნამდვილად არ მომწონს. ანუ ეს რა ტიპის პრობლემას აჩვენებს? პრობლემა არის ჯერ განათლების სისტემაში ის, რომ ადრე სხვა სისტემა იყო, ახლა იმდენად სხვა არის და ისეთ დავალებებს აძლევენ სკოლაში, იმდენად კომპლექსურს და ცოტა რთულს, რომ უკვე ადრე განათლება მიღებულმა დედამ არ იცის როგორ გამოაყვანინოს. და ერთის მხრივ თან კარგია ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ სკოლებშიც უნდა ტარდებოდეს შეხვედრები მშობლებთან, რომ ასწავლონ მშობლებს, თქვათ, აი ამ შემთხვევაში იგივე მათემატიკური დავალების მომზადების დროს რას ვაქცევთ ყურადღებას? რომ იმათაც გაიაზრონ და სავსებით შესაძლებელია, რომ თვითონაც მოამზადონ თავიანთი შვილები და კი, ეგ ტექნიკური საკითხია, მაგრამ ღირებულებით ნაწილში ვგულისხმობ უფრო, რომ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ მასწავლებლები რაღაცნაირად უნერგავენ ხომ ამ სტერეოტიპებს, რომ ბიჭი უფრო ჭკვიანია, რომ გოგოს არ შვენის ენის ტლიკინი, რომ გოგო აუცილებლად წყნარად უნდა იყოს გაკვეთილზე, ის რაც ბიჭს ეპატიება, არ ეპატიება გოგოს. აი ამაზე ვსაუბრობ, რომ აქ რა როლი აქვს ამ ღირებულების ჩამოყალიბების კონტექსტში სკოლას და უნივერსიტეტს. როგორ უნდა იმუშაონ მათ? უდიდესი და სხვათა შორის თუნდაც ისეთი რეპლიკები, მაგალითად 3 წლის შვილი მყავს, რომელიც ბაღში დადის, ძალიან კარგ ბაღში დადის და სათამაშოს, ანუ ის თონჯინას ეუბნებოდა შენი ხმა არ გავიგონო. რა თქმა უნდა, ამას არ ეუბნებიან მას ან სხვა ბავშვებს, იმიტომ რომ გოგონა ან ბიჭი, მაგრამ ზოგადად აი ეს რეპლიკები, რომ შენი ხმა არ გავიგონო, ის მის საუბარი ტლიკინია, მის ბიჭის თუნდაც ხმა უფრო დამაჯერებელია და სხვა, აი მსგავსი სტერეოტიპები ზუსტად აი ბავშვობიდან და მცირეწლოვანებიდან იწყება და ჩაგონება ხდება მშობელთან ერთად მასწავლებლებს და საგანმანათლებლო სისტემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მანდაც აი წიგნში რაც უნდა მოიკითხონ და რაც უნდა ტრენინგები გაიარონ, თუ თვითონ არ არიან ასეთი მოწოდებით და ზოგადად თუ არ სჯერათ იმის ხალის და კაცის თანასწორუფლებიანობის. ხო, ძალიან რთულია, ანუ მაინც ფორმალური ხდება ეს ყველაფერი და როდესაც აი ემოციურ ფონზე შეიძლება უბრალოდ უთხრას, რომ აი ნუ გოგონ უტლიკინებ და ან ბიჭს დაუჯერე და ასე შემდეგ. აი ზოგადად რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ყველაზე მეტად მაინც ქალის თავისუფალ არჩევანს, მის გაძლიერებას, მის წინსვლას ძირითადად მაინც არადემოკრატიული ხელისუფლებები სახელმწიფოებში ეწინააღმდეგებიან, ხო? ჩვენს რეალობაში ვხედავთ მაგალითად დღეს, რომ უკვე ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს, რომ ამოშალოს კანონებიდან სიტყვა გენდერი, საერთოდ გააქროს ეს სიტყვა ხმარებიდან, ასე რომ თქვა, ქალის თანასწორუფლებიანობა და მისი თავისუფალი არჩევანი დემოკრატიაზე გადის, დემოკრატიულ ღირებულებებზე გადის? გავიხსენებ, ჩემი შვილი მუშაობდა აი გენდერულ საკითხებზე და როდესაც ინტერვიუები ჰქონდა მაღალმთიან აჭარაში, ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ თუ არა კვოტირება, მე ვერ მოვხვდებოდი, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს მამაკაცები იღებენ. და კანონები იმისთვის არის, რომ ზუსტად სამართლიანობას და თანასწორობას შეუწყოს ხელი და არა იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გადასახედიდან იმართებოდეს ქვეყანა, ხო? ანუ კანონი არის სამართლიანობისთვის. თუ ირღვევა ჩემი უფლება და სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ამ კანონს არ აქვს საერთოდ აზრი. და სხვათა შორის გუშინ მკითხულობდი 10 წლის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა ზუსტად ეს. ამიტომ თავი ამოსავალი ის უნდა იყოს ნებისმიერი კანონი თუ ნორმატიული აქტი რამდენად იცავს
სამართლიანობას. რა თქმა უნდა. და რამდენად იცავს ადამიანის უფლებებს. სხვა შემთხვევაში მის არსებობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ ვსჯით ადამიანებს. კანონი შეიძლება იყოს ადამიანების წინააღმდეგ, ხო? რა თქმა უნდა და აი თქვა კვოტირებაზე ერთი შეხედვით იტყვი და ერთის მხრივ იტყვი რომ მაგალითად ქალი რომა იმიტომ კი არ უნდა იყოს კომპეტენტური რომ არის იმიტომ უნდა იყოს თქვა გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც სხვა შესაძლებლობა არ გაქვს აი ამ კვოტირებით მაინც უნდა მოხდე ამერიკის უნივერსიტეტებში დაახლოებით 40 წლის წინ ზუსტადად იყო კვოტები შავკანიანი აფრო-ამერიკელებისთვის სხვა შემთხვევაში ისინი ვერც კი დაიჯერებდნენ რომ ქონდათ უფლება მიეღოთ ასეთი ხარისხიანი განათლება, იმიტომ რომ კულტურა ამას არ უჩვენებდა მანამდე და სწორედ ამ კვოტირებებით დაიწყეს მათი მიჩვევაც ფაქტობრივად ყველას კულტურაში დამკვიდრება იმ ფაქტის რომ ყველა თანასწორი ყველას აქვს უფლება მიიღოს განათლება. იგივე ხდება საქართველოშიც. აი ვთქვათ ძალიან ცუდი არის თუნდაც ისეთი სიტყვები მე მაგალითად კანონში მოუწოდებდი მაგათ მაინც ყველაფერს წერენ უკვე და ჩაწერონ ის რომ აი აღარ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა გათხოვება აი რა საშინელი სიტყვა აი 1000 რაღაც შეიძლება მაგრამ აი თვითონ სიტყვების კონოტაციის დონემდე დავდივართ და მაინც ეს ყველაფერი ამძაფრებს ჩვენს განწყობებს რაც ქვეყანაში არსებობს ქალებთან მიმართებაში თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი ზუსტად აი თქვენი მედიის საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებით არის ის რომ დღეს ქალებისთვის ასე ვთქვათ შეუფერებელ პროფესიებში უკვე ქალებს ხედავთ არიან ქალი მეწარმეები, ქალი გამომგონებლები, STEM-ში არაჩვეულებრივი ბავშვები არიან ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, ასე რომ პირიქით ძალიან ნიჭიერია. ზოგადად მე ვფიქრობ თუ ხარ დედა ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფრის უნარი გაქვს. აი მართლა მთებს გადადგამ და თუ მთებს გადადგამ და შეგიძლია დედა იყო და იზრუნო შვილზე და აი ყველაფერი გააკეთო მისთვის ნებისმიერ პროფესიაში მიაღწევ რასაც გინდა თუ კი მოინდომებ, იმიტომ რომ აი დედას იმდენად ინსტინქტი აქვს შინაგანი რომ აი ბევრი რაღაცა ბრძოლის უნარიანობაც აქვს ბრძოლის უნარიანობა და სხვა რომ პირიქით ვერ შეგვედრება ვერა. აი ახლა ხან გამოქვეყნდა გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, გამოკითხული იყო საქართველოს მოსახლეობა. და აი ძალიან ისეთი მეტნაკლებად მაინც გარკვეულ საკითხებზე თუნდაც იგივე გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც პროცენტით მაინც იყო ცვლილებები ზოგი გაუარესებული იყო ზოგი რაღაცნაირად შენარჩუნებული მაგრამ აი გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევდა რომ ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება მაინც იყო მხარდაჭერილი მაგრამ პრიორიტეტებში მაინც ამბობდნენ რომ აი ქალისთვის პრიორიტეტი არის მაინც საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა. ჩემი გადასახედი და ალბათ ის არის რომ რადგანაც უმრავლესობა ქალებს საქართველოში მაინც ოჯახები ყავთ და ეს სტერეოტიპიც არის ზოგადად დამკვიდრებული რომ ქალს უნდა ყავდეს ოჯახი სხვა შემთხვევაში ის არასრულფასოვნად იქცევა ეს ითვლება ეს ძალიან ცუდია ეს სტერეოტიპი მაგრამ მაინც ეს სტერეოტიპი იმდენ მასობრივად არსებობს რომ აი ყველა იქეთკენ მიდის და ფიქრობს რომ აი უნდა დაოჯახდეს და შვილი ყავდეს და სხვა და სხვა ამიტომაც ანუ ჯერ ოჯახი და მერე კარიერა ასე ეს საზოგადოება უყენებს საკითხს მაინც ან თუ კარიერა მერე ოჯახსაც მიხედოს ამით манипуლირებს მთელი მსოფლიო თქვენ ვერ გადახედავთ და ვერ ნახავთ იშვიათად არიან დიპლომატები ან მაღალი რანგის ჩინოვნიკები მსოფლიოს მასშტაბით ძირითადად ყოველ შემთხვევაში კანდიდატებს არჩევენ იმის მიხედვით ჯერ ოჯახი თუ ყავს და რამდენად სუფთა არის ამ კუთხით და შემდეგ უკვე კარიერა. მეორეს მხრივ და სხვათა შორის მან გამოკითხვაში ალბათ არა მხოლოდ ქალებზე, მამაკაცებსაც მიიჩნევენ არასრულფასოვნებად, თუ კი მათ ოჯახი არ ყავთ. ანუ ეს კოლექტივისტურ საზოგადოებაში ასე არის და ხო, ჩვენ მაინც ვართ კოლექტივისტური საზოგადოება. თუმცა ამერიკაში მაგალითად სადაც ინდივიდუალისტური საზოგადოება არის, თუმცა
ყველა ფილმში, ყველა რეკლამაში ცდილობენ რომ აი ოჯახის ღირებულება წამოსწიონ და აი ამით თითქოს გააკეთილშობილონ ადამიანები და რაც შეეხება პოლიტიკოსებს, თქვენ ალბათ გემასწორებათ ახლა მაშინ მე პიარის ხელმძღვანელი ვიყავი და მე გამეცინა, მაგრამ ახლა ვხედავ რაში იყო საქმე. ბიზინა ივანიშვილი პირდაპირ გამოვიდა და იხუმრა ქალო შედი კუხნაში. იხუმრა? ამაშია საქმე, ანუ თამასა იქ დაწია, სადაც არის ქალო შედი კუხნაში. ანუ ამით მთელს თავის მომხრეებს ალბათ ან თავის გენდერული შეხედულება ამაში ჩაატია. ისა ხო მიმართულება, რომ აი ეს არის თქვენი მიმართულება ქალო შედი კუხნაში. და მიუხედავად იმისა, პრინციპში მიყვებიან მაგ პოლიტიკას დღემდე. მასობრივად უფრო მიყვებიან იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ქალი ყავთ პოლიტიკაში. ხო, ხა აჭარის მთავრობას რო შევხედოთ, მაინც 50-50-ია მინისტრების ჩათვლით ამ სხვათა შორის. აჭარის მთავრობა არა, მაგრამ პარლამენტს უგადავხედავთ არალეგიტიმურ პარლამენტს, გაუარესებულია ბევრად მდგომარეობა. ხო, მაგრამ ხო აი პარლამენტში უმაღლეს საბჭოში საერთოდ თუ არის ქალი აღარც მახსოვს ეს ბოლო მოწვევა არც ვიცი. და ანუ თანდათან როგორც ჭირდებათ, რა თქმა უნდა, ისე ატრიალებენ სალომე, აი თუნდაც სალომე ზურაბიშვილის არჩევნების წინ ჩვენ ვხედავდით მამაკაცებს, რომლებიც მოუწოდებდნენ სალომეს მიეცი ხმაო თითქოს აი და ბანერებზე იყო კაცი პოლიტიკოსების ფოტოები ქალი კანდიდატის ნაცვლად. ხო, ამიტომ ეს რა იყო? ძალიან შემაშფოთებელი იყო, მაგრამ რა აჩვენეს ამით? ხო, მე მიკვირს ახლა სალომე საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ქალია და რატო არ ქონდა მაშინ პროტესტი? იმიტომ რომ მაშინაც უნდა ქონოდა პროტესტი, მე ვფიქრობ, მაგრამ ხო, აი მე მაგალითად ძალიან შეურაცხყოფილად ჩავითულებოდი. ჩავთვლიდი თავს. თუმცა ახლა ზოგჯერ გვიწევს ის რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეც კი მithქვამს ვიღაცისთვის რომ იცი რას გიზამს ჩემი კამარია რაღაც დამუქრების კუთხით შეიძლება არასწორია, მაგრამ ზოგიერთ საზოგადოებაში სხვა არ მუშაობს და მახსოვს პატარა ბავშვი როცა ვიყავი და ესას ბაღში რაღაც დაჩაგვროს მცდელობა იყო, ვეუბნებოდი უმინა ბრატ კარატისტ გასულ ბაღში დავდიოდი და ანუ გვიწევს ქალებს, ძლიერ ქალებსაც გვიწევს ხოლმე თავდაცვა და თქმარო, იცი რა. ჩემს უკან ძლიერი კაცი დგას. კაცი დგას, ხო. ნაცია თქვენ გიმუშავიათ გარკვეულ თანამდებობებზე, მათ შორის საჯარო უწყებებში, ასევე კერძო სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ მუშაობს ეს სტერეოტიპები რეალობაში? აი როგორც ქალს თანამდებობაზე მყოფ ქალს ან მენეჯერ ქალს, თუ გიგრძვნიათ რომ ვიღაცა მაგალითად ან ანაზღაურებას გაკლებთ, ან რაღაცაში თითქოს ცდილობს უკან გადაქციოთ, მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ხარ და არა კაცი. ყოველთვის და ყველგან. ეს ეხება როგორც საჯარო სექტორს, ასევე კერძო სექტორს. ხელფასთან დაკავშირებით არასოდეს არ მქონია, ვთქვათ, პრეტენზიები, ყოველთვის ნორმალური ანაზღაურება მქონდა, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან, მაგრამ აი პროექტის გატანის კუთხით, განაწყვეტილების მიღების კუთხით, დარწმუნების კუთხით, როდესაც გვინდოდა ერთი მიმართულებით წასვლა ან მეორე, ყოველთვის მაინც რა თქმა უნდა, მამაკაცების აზრს უფრო ითვალისწინებენ ადამიანები, განსაკუთრებით ისევ მამაკაცები. როდესაც საქმეზე მიდგება. შეიძლება ესეც განპირობებული იყოს ჩემი შინაგანი კომპლექსისგან, რაც საქართველოში გვაქვს ქალებს. შეიძლება ამიტომაც ვთვლიდი ასე და შეიძლება ბევრი საქმეს გამიკეთებია ამის გარეშე, მაგრამ აი ხშირად ხუმრობ, რომ აი ან სიგარეტს რო ვეწეოდებ და ვსვამდე კარგად კაცივით. ისევ ხუმრობი თორე ახლა რომ ვერ დააჯერებ ადამიანს, რომ ანუ ჩემი ხმა ნაკლებად ისმის, იმიტომ რომ უფრო soft, ანუ წვრილია, ვიდრე მამაკაცის. არ დაგიჯერებენ და დანარჩენი, რა ვიცი, მიტივია კიდეც, მაგრამ ხო. ხო. ეკონომიკური ტვირთი ხედავთ ხო, რომ ძალიან ხშირად საქართველოში მაინც მოდის ემიგრაციაში მყოფ ქალებზე, ზოგადად ქალებზე, ვინც აქ ცხოვრობენ, მაგრამ იმ ქალებზეც, ვინც წავიდნენ ემიგრაციაში, ხო?
და აი ამ ძალიან ძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე მაინც არჩენენ აქ მყოფ ოჯახებს, თუმცა ოჯახის უფროსად მაინც კაცი განიხილება, ხო, საქართველოში. აი თქვენი აზრით ეკონომიკური ტვირთის, ოჯახის რჩენის, აი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, შვილების ზრდის, აი პარალელურად, ხო? რატომ ვერ შეიცვალა ეს დამოკიდებულებები, ეს მაინტერესებს, რომ რატომ ვერ გატყდა მაინც ბოლომდე სტერეოტიპები, იმიტომ რომ ხო ვამბობთ, რომ მაგალითი არის მნიშვნელოვანი, ხო? ბავშვები რჩევიან ისევ მამებთან, რომლებიც ეუბნებიან, რომ ხო ეხლა კი გვარჩენს დედა, მაგრამ მე ვიღაც შემიყვარდა და მეც მაქვს უფლებები, ანუ მასე დროს კაცობენ ხოლმე. და როგორც იცით, არის შემთხვევები, როდესაც ემიგრანტი ქალბატონები რამდენიმე ოჯახს არჩენენ ხოლმე და ასე ვთქვათ, ყლაპავენ. აი, ესეც ალბათ იქიდან მოდის, რომ სანამ ქალი ფიქრობს, რომ მაგალითად მამაკაც ეპატიება ღალატი და ქალს არა, ისევ ქალები ფიქრობენ ამას. მაგრამ რაღაცა აიძულებთ, რომ ასე იფიქრონ. იმიტომ რომ ასე იზრდებიან. და რა დაგიმალოთ და მეც მithქვამს ბევრისთვის იმ კუთხით რომ დამემშვიდებინა რომ აი ქართულ მამაკაცებს ასე ზრდიან ქართველი დედები რომ ეს მისაღებია კაცი ხარ ხა გაიგებ არა კაცია შეიგინებს რას ქვია შეიგინებს ან წოლში აგინებს ან შვილში აგინებს ანუ ეს არ უნდა იყოს მისაღები და ისე მაინც მივდივართ განათლებამდე და ოჯახამდე ანუ ოჯახი წარმოიდგინეთ ხა мама რომელიც თვითონ ეწევა და ეუბნება შვილს არ მოწიო ისევე ვერ გავა ფონს როგორც აი мама რომელიც თვითონ აგინებს თავის სულს და შვილს რო უთხრა შენ არ შეაგინო ხო ანუ ეს თუნდაც გინება ეს ცუდი სიტყვების თქმა აი რამდენი ქალი გინახავთ რომელიც სიცილით ყვება ჩემა ქმარმა ისე მაგინა ანუ თითქოს ნორმა არის და ისევ ქალებისთვის თუმცა თინეიჯერებს დარწმუნებული ვარ ამას იქნებ სხვანაირად რომ ვერ უმკლავდებიან ეს არის რაღაც თვითირონიით ცდილობენ რომ შეიძლება ხო მაგრამ ნებისმიერი სიტყვა ისევ შენ გიბრუნდება ხოლმე და ანუ ერთხელ თუ გაიცინებ შემდეგ გაგლახავს კიდე გაიცინებ შემდეგ მოკლავს და აი აქამდე მივდივართ ხოლმე მაგრამ მაინც ახლა მე ალბათ გამიმართლა რომ ყავდა ოჯახი სადაც ერთმანეთს პატივს სცემდნენ და რაღაც მებრძოლად გამზარდეს და ალბათ მამა ჩემის დამსახურებაა ბუნებრივია დედა ჩემის და ანუ მე რასაც ხედავდი ბავშვობაში იმით მოვდივარ რაქნან იმ ბავშვებმა რომლებიც სულ სხვა რამეს ხედავენ ძალიან რთულია მათთვის აი თუ ბავშვი ფსიქოლოგებიც ხშირად ამბობენ ხო ბავშვი სხვას ჩაგრავს მაშინ როდესაც მას ჩაგრავენ ოჯახში ან სადმე და ის სუბლიმირებას ახდენს სხვაზე და ცდილობს სხვაზე უპირატესობა გამოავლინოს და სხვა ამიტომაც აი თანდათან რას მოაქვს ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის ჩვენთან ეკონომიკური პრობლემა იმიტომ რომ ოჯახში როდესაც ეკონომიკურია ის სოციალური პრობლემები არსებობს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის მამაკაციც ქალიც და ყველა აგრესიული ხდება და აი მიდის გინება ჩაგვრა ქალის ჩაგვრა მაინც ჩაგვრა და მე ის ბავშვზე გადადის და ბავშვის ასე იზრდება და ასე შემდეგ ამიტომაც ქვეყანაში რა მდგომარეობაა ეკონომიკურად ეს ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ხოლმე თუნდაც ხო მაგრამ აი ეს როცა ეკონომიკური ტვირთი არის ქალზე მაინც ქალი იჩაგრება და რაღაცნაირად რო შევაჯამოთ მაინც აი ამ გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორ უნდა მოხერხდეს რომ შეიცვალოს ბოლოს და ბოლოს ეს დამოკიდებულებები. იმიტომ რომ თავი და თავი მაინც არის გენდერული დეზინფორმაცია, ხო? ქალებმა უნდა დაიწყონ საკუთარი უფლებების დაცვა და საკუთარი თავის დაფასება და სხვათა შორის თქვენი ჟურნალისტის რეპორტაჟი მახსოვს ემიგრანტი ქალბატონები როდესაც ჩაწერა და ისინი ერთმანეთსაც აყვედურობდნენ რომ ნუ ღარ უგზავნი არ გააკეთო არ გააკეთო ის ან დამოკიდებული არ გახადო იფიქრე ანუ ნუ იქნები ბოლომდე დედა რომელიც უპირობოდ პატრონობს შვილსაც და ქმარსაც საკუთარი თავი დააფასე გადადე თანხა შენ შეირგე ცხოვრება იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დათურ სამსახურს უწევთ შვილებსაც ქმრებსაც რომ
თანდათან მე ვფიქრობ აი ჯენზიში ან თაობაზიში ეს ყველაფერი არის და დიდი მომავალი აქვს ამ ჩვენ შვილებს. თუ გვაცალეს. ძალიან დიდი მადლობა ნათია ამ თემაზე სასაუბროთ რო გვეწვიეთ ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.